სათავგადასავლო ტურიზმი მოგზაურობის სახე, რომელიც დასვენებასთან ერთად ფიზიკურ და ემოციურ თავგადასავლებს აერთიანებს. დღეს საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მზარდი მიმართულებაა. ბაზრის მოცულობა წლიურად მილიარდობით დოლარით იზომება, ხოლო მომგებიანობის თვალსაზრისით ის ხშირად კლასიკურ ტურიზმსაც კი უსწრებს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია iMark-ის მონაცემებით ტურიზმის ამ მიმართულებიდან მსოფლიომ 2024 წელს 466 მილიარდი დოლარის დაგენერირება შეძლო. რამდენად მიმზიდველია საქართველოს მოგზაურთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ექსტრემს, ბუნებასთან სიახლოვესა და ლაშქრობებს ეძებენ. სტუმართან Universal Travel-ის დამფუძნებელთან გიორგი ჩინჩალაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემეს სტუმრობისთვის. მე ხარ საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვები მოვიყვანე იმის დასადასტურებლად, როგორი ტენდენციები ამ მსოფლიოში და რამდენად აქტიურად არის ეს სეგმენტი განვითარების რა ეტაპზე ასული. რა ხდება საქართველოში? თითქოს სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი საუბარია, ბევრი მცდელობაც არის, რომ ეს მიმართულება უფრო პოპულარული გავხადოთ. მაგრამ რეალურად რა ხდება? სწორედ ეს არის ჩემი პირველი შეკითხვა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩემი ტურიზმში ჩართულობა დაახლოებით 15 წელს ითვლის და დინამიკასაც უფრო მარტივად შემიძლია თვალი მივადევნო, რა ეტაპებს გადის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სხვადასხვა ეტაპი, მოდი ესე ვთქვათ, და ვთვლი, რომ ინფრასტრუქტურის დონეზე, რაც არის სალაშქრო საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ, ეტაპობრივად წესრიგდება, მარკირდება, კეთდება და ესე რომ ვთქვათ, ტურისტებისთვის უმეტეს ნაწილში ის ადგილები, რომლებიც უფრო მეტად პოპულარობით და საინტერესო, ვთქვათ, სილამაზით გამოირჩევა, ხელმისაწვდომია, დამარკირებულია, მოწესრიგებულია და ვთქვათ, რაიმე დამორკოლებელ ფაქტორებს არ ვაწყდებით ამ ნაწილში. კი ბატონო, რეალურად რამდენ აქტიურები არიან თორე ტურისტები, დაუშვათ ამ მიმართულების არჩევისას, გავყოთ ორ ნაწილად, შიდა ტურიზმის ნაწილიც არანაკლებ საინტერესოა, დაუშვათ გარე საერთაშორისო ვიზიტორების ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თითქოს საქართველოს ამ მიმართულებით არის აღქმული. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ჩვენ სათავგადასავლო ტურიზმის აქტიური განვითარება შეგვიძლია. აღიქვავენ კი დაუშვათ იგივე ევროპელი მოგზაურები ან საერთაშორისო ტურისტები საქართველოს ამ მიმართულებად? საკმაოდ კარგად აღიქვავენ, ვთვლი, რომ უცხოელი ვიზიტორი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს და უფრო მეტად არის იმ ადგილით დაინტერესებული და იმ სანახაობით, ვიდრე საქართველოს მოქალაქე, რადგან მან ზუსტად იცის რა უნდა რისთვის მოდის და ამ წინასწარ აქვს ბევრი ინფორმაცია მოძიებული. შესაბამისად, საქართველოში სათავგადასავლო, ანუ ექსტრემალური ტურიზმი, ეს სალაშქრო საფეხმავლო მიმართულებით ვერ ვიტყოდი, რომ არ არის პოპულარული, საკმაოდ პოპულარულია და ქართველებიც უკვე აქტიურად მოგზაურობენ და ინტერესდებიან, მაგრამ ინფორმაციული კუთხით ვიტყოდი, რომ უცხოელი ვიზიტორი უფრო მომზადებული და ესე რომ ვთქვათ, ინფორმირებულია, ვიდრე საქართველოს მოქალაქე, რომ შევადაროთ. ხო, აი რა არის მთავარი განმაპირობებელი, რომ დაუშვათ საქართველოს მოქალაქეები ასე აქტიურად არ ინტერესდებიან. თითქოს ქართველებში ძალიან გაიზარდა დასვენების კულტურა, მაგალითად, პირობითად შაბათ-კვირას სადღაც წასვლის კულტურა. ყოველ შემთხვევაში რეალობა რიცხვებში ასე ჩანს, მაგრამ ამას რამდენად კარგად გრძნობთ ბიზნესი თუ მაინც ეს ერთეული შემთხვევებია ჯერჯერობით? ეს შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტად, როდესაც ახალგაზრდები, ვთქვათ, ან მეგობრები, ან გარკვეული ჯგუფი, ესე რომ ვთქვათ, დაგეგმოს შაბათ-კვირა სადმე გასვლას და ვთქვათ, დაიქირავებენ კოტეჯს და ძირითად შემთხვევაში უფრო განტვირთვისთვის ანუ მაინც უფრო კლასიკურ დასვენებას ირჩევენ, ვიდრე მაგალითად საჯომარდო ბანაკშიც, როდესაც ირჩევენ ხოლმე ესე მოდიან, ვთქვათ, ჯომარდობის team building ჩაატარებენ, საღამოს უკამბრუნდებიან ან მეორე დღეს. შესაბამისად, აი ესე რომ აი მაგალითად კოლექტივმა ან სამეგობრომ დაგეგმოს, რომ მოდი ხა ჩვენ ლაშქრობაში წავიდეთ და რაღაცა 3 დღიან, 4 დღიან თავგადასავალს, ვთქვათ, რაღაც დამატებითი დრო დაუთმონ, ესე იშვიათად ხდება. ამის მთავარი განმაპირობებელი არის თუ არა ის, რომ რეალურად შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები, მათ შორის იგივე თუნდაც საფეხმავლო ბილიკები, იმიტომ რომ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, ხო, რომ რაღაც კონკრეტულ ადგილას მისვლა როგორ მოხდეს და აი ეს პრობლემები არის თუ არა მთავარი განმაპირობებელი, რომ ამ მიმართულებით ინტერესი ვერ გავზარდეთ? არა, მაგას ვერ დავარქმევდი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა არის. რეალურად საზოგადოებაში,
საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებაში უფრო მათი თქვათ არ არიან უფრო ესე აქტიური ცხოვრებით ჩართულები ვერ ვიტყოდი რომ მაგალითად ადამიანს გაუჭირდება რომელიმე საფეხმავლო ბილიკზე ან მანიშნებლების ან რაღაცა ეს მიმართულება მოწესრიგებულია დიახ ანუ უმეტეს ადგილებში მოწესრიგებულია ამის თქმა მინდა თორე ეტაპობრივად ამ ყველაფერსაც ჭირდება ხელი შევლება გადახალისება თქვა თავიდან გადაკეთება იმიტომ რომ ზიანდება ინფრასტრუქტურა ბუნების კლიმატების და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით და რა თქმა უნდა ვერ იტყვი რომ ყველგან თქვა გამართულია თუმცა ვთვლი რომ ეს დამორგოლებელი ფაქტორი მაინც არ არის უფრო ვიტყოდი რომ ნაკლები ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებაში და ვთვლი რომ პრობლემაც აქედან გამომდინარეობს უსაფრთხოების კომპონენტი რა როლს თამაშობს ამ მიმართულებით საფეხმავლო სალაშქრო ტურიზმის მიმართულებით ნახეთ როდესაც რაიმე ბილიკზე ხდება გადაადგილება ну თქვათ მოდი გავხსნათ ბორჯომ ხარაგაულის თქვათ ეროვნული პარკი ერთ-ერთი ძალიან სანახაობრივი და საინტერესო მიმართულება სადაც შეგიძლია ადამიანს ვიზიტორთა ცენტრში გაიარო რეგისტრაცია და ამ შემთხვევაში შენი უსაფრთხოება იმ მხრივ რომ უკვე თქვათ რეინჯერებს აქვს შენი ინფორმაცია რამდენი ადამიანი ხარ სად გადაადგილდებით რომელ ბილიკზე მიდიხართ და თქვათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოგიჩინონ ეს უკვე კომფორტია სულ მინიმუმ იმის გათვალისწინებით რომ როდესაც ლაშქრობას გეგმავ მე უნდა ჩააყენო საქმის კურსში რომ ამ მიმართულებით მივდივარ და თუ რაიმე თქვათ დავიკარგე ან რაღაცა ვიღაცა მოგძებნის და თქვათ მარტო შენ არ გეცოდინება რომ წახვედი სალაშქროდ და ამ ხრივ დაუშვათ იგი უცხოელი ვიზიტორები უფრო აქტიურად აკითხავენ დაუშვათ ამ ტიპის ცენტრებს ვიტყოდი რომ კი ანუ კი ბატონო რადგან თქვენ თქვით რომ 15 წლიანი გამოცდილება გაქვთ წლებთან მიმართებაში ერთგვარი ანალიზი რომ გავაკეთეთ როგორ გაიზარდა როგორც მომხმარებელი ისე თავად თქვენი სექტორი ანუ როგორც ბიზნესი ამ მიმართულებით და რამდენად აქვს ამ სეგმენტს საქართველოში კიდევ უფრო მეტი განვითარების რეალური შესაძლებლობა რეალურად ვიტყოდი რომ კი ანუ განვითარების ეტაპი არ დაუსრულებია ანუ განვითარება ანუ განსავითარებელი კიდე ძალიან ბევრი რამეა ჩვენ შეგვიძლია უფრო ფართო მასშტაბიან საკითხებზე გავიტანოთ ანუ ეს ჩვენი საფეხმავლო ბილიკები ხო აი რა იგულისხმება ფართო მასშტაბიან საკითხებზე მაგალითად ნახეთ ხშირად იგეგმება ხოლმე თქვათ ჩამოყვანა ინფლუენსერების რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ საქართველოში სხვადასხვა აქტივობებს ძირითადად შემთხვევაში ესეთი აქტივობები განისაზღვრება ისეთი ლოკაციები სადაც ძირითადად ტრანსპორტი მიდის ბოლომდე და არა თქვათ მოდი ახლა ჩვენ 10 გადამღები წავიყვანოთ თქვათ ტობავარჩხილის სალაშქრო ბილიკზე ანუ ეს განაპირობებს იმას რომ ვერ ხდება საფეხმავლო სალაშქრო ბილიკების აქტიური პოპულარიზაცია. ანუ ერთგვარად არასწორი მიმართულებით ვაკეთებთ აი ამის პოპულარიზაციას? უბრალოდ ალბათ იმის გათვალისწინებით რომ შეზღუდული დროით არიან ის ადამიანების და ცდილობენ რომ საქართველოში უფრო მეტი ვთქვათ სანახაობა გადააღებინონ და ხელი შეუწყონ რაღაცა ვთქვათ მრავალი ბიზნესის განვითარებას ამ ხრივ ვიტყოდი რომ იჩაგრება სალაშქრო საფეხმავლო ტურიზმი. ალბათ ეს არის განმაპირობებელი ფაქტორი. კი ბატონო, რა პერსპექტივა აქვს მაშინ ასე ვიკითხავ და რა მოლოდინი გაქვთ რომ დაუშვათ აი პირობითად 2025 წელს მთლიანობაში როგორ ტენდენციას და მაჩვენებლებს ელოდებით საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ეხლა აქტიური პერიოდია ყველაზე მეტად და მე საშემოდგომო პერიოდი ხო როგორც ხვდები და მე რაღაც ალბათ უფრო ცოტა ისეთი მიწყნარებული სურათი გაქვთ როგორც ტურიზმის ძირითად მიმართულებს თუ არ არის მაინც სამთო ტურიზმში ჩართული ესა თუ ის ჯგუფი. და პერსპექტივა წლებთან მიმართებაში როგორ რასეილით საქართველოში ამ ნაწილში. რადგან ამ სექტორიდან გასვლის სურვილი არ გამოდგით, ანუ არ გახვედით, რეალურად ალბათ ფიქრობთ, რომ მაინც პერსპექტიულია ეს მიმართულება კლასიკური ტურიზმისგან განსხვავებით. გეთანხმებით, რადგან სათავგადასავლო ტურიზმი, ანუ არ არის ის მიმართულება, რომელიც ტურისტის ნაკლებობას, თქვათ, აი წლების განმავლობაში ტურისტი არ მოაკლდება სათავგადასავლო მიმართულებას. თავარი ამ ყველაფრის სწორად მართვა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისად ძალიან ბევრი მიმართულებაა, ხო, ეხლა ხდება მაგალითად ზიპლაინი, ჯომბარდობა, პარაპლანი, სხვადასხვა სათავგადასავლო ისეთი აქტივობები, რომლებიც საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დაცვას გულისხმობენ. შესაბამისად, თუ ყველაფერს გავაკეთებ სწორად დავგეგმავთ და გვექნება შესაბამისი გამოცდილება, ვთვლი, რომ ტურისტის ნაკადი არ მოიკლებს და ყოველთვის იქნება მზარდი. აქედან გამომდინარე, ჩემი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ თქვათ თუ შარშანდელთან შედარებით წელს ტურიზმის ტურისტების თქვათ უცხოელი ტურისტების ნაკლებობას
განიცდის სათავგადასავლო ტურიზმი, ეს არ განაპირობა მაგალითად არსებულმა ხარისხმა ან ვთქვათ უცოდინრობამ, ეს განაპირობა ვთქვათ სხვა ტიპის პრობლემამ, რომელმაც ვთქვათ დღეს სავარაუდოდ არასაკმარისმა პოპულარიზაციამ ამ კონკრეტული მიმართულების, მათ შორის თუნდაც საერთაშორისო ბაზრებზე? შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი. თქვენ რამდენად გაქვს შესაძლებლობა რომ თქვენ თვითონ ემუშაოთ დაუშვათ ტურისტებს ჯგუფურ მიმართულებით, მაგალითად თქვენს ევროპელ კოლეგებს ან პირობითად კოლეგებს აზიიდან და აი ამ თანამშრომლობით უშუალოდ კერძო სექტორმა ჩამოიყვანოთ დაუშვათ ამ მიმართულებით უფრო მეტი ტურისტი. კი, ხდება ხოლმე, სხვა შორის იგეგმება ესეთი არსებობს ესეთი ტერმინს გამოვიყენებ ინფოტური, რომლის ფარგლებშიც მაგალითად გარკვეულ ჯგუფებთან, ტურისტულ კომპანიებთან ხდება რაღაც თანამშრომლობის პირობების შეთანხმება, ჩამოყავს ამ ადამიანებს ათვალიერებინებ, ასწრებს საქართველოს, იმ ყველა არსებულ სერვისს, რომელიც შემდგომში შენ უკვე მათ უნდა შესთავაზო და ეს ადამიანები უკვე თავის კომპანიის ფარგლებში იწყებენ საქართველოში პოპულარიზაციას და ნელ-ნელა ტურისტების რაოდენობაც იზრდება. თუმცა ეს ისეთი პროცესია, რომ ყოველ წელს ახლა ვთქვათ, ყოველ თვეში ვერ მიიღებ ჯგუფებს, რომ ამის ამდენი ფიზიკურად დროც ვერ იქნება და შესაძლებლობაც შესაბამისად. თვითონ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია როგორია? თქვენ და თქვენი კოლეგები, რამდენად ბევრი კომპანია მუშაობთ ამ მიმართულებით და დაუშვათ რამდენად გაქვთ რეალურად უფრო მეტი აქტივობის ინტერესი, ანუ კონკურენცია, შიდა კონკურენცია როგორია ბიზნესში? მაღალია შიდა კონკურენცია საკმაოდ, თუმცა ესე ვიტყოდი, რომ არზოს არ ვსაუბრობ ჩემს არც კოლეგებზე, არც კონკურენტებზე დამაკნინებელ ფორმატში, თუმცა ჩვენი ხარისხი საკმაოდ მაღალია, ამას ჩვენ დოკუმენტალურადაც ვადასტურებთ ჩვენი არსებული სერტიფიკატებით, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი შეფასებით, რომელიც ამ 15 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დავაგროვეთ და გვაქვს შესაბამისი გამოცდილება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ კონკურენციის ფარგლებში ჩემი პარტნიორების და ჩვენი არსებული კომპანიები პრობლემებს არ ვაწყდებით. თუმცა კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ცოტა არ არის არც ერთი მიმართულებით. კი ბატონო, და რადგან ზიპლაინი ახსენეთ, ეს მიმართულება რამდენად აქტიურად განვითარდა და ეს მიმართულებები უფრო ზუსტად ასე ვიკითხავ და რამდენად აქტიურები არიან დაუშვათ ამ მიმართულებით მოთხოვნის კუთხით, როგორც უცხოელი ისე ადგილობრივი დამსვენებლები და უსაფრთხოების ნაწილი აი ამ კონკრეტულ მიმართულებებზე რამდენად შეგვიძლია თავად ვუთხრათ, რომ დიახ, ეს სეგმენტი საქართველოში უსაფრთხოების კუთხით მაქსიმალურად არის დაცული. კი ბატონო, ზიპლაინზე აუცილებლად ვიტყოდი, რომ მარტო ზიპლაინი არა, ეს მიმართულებები მთლიანობაში, კი ბატონო. კი, მეტნაკლებად ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად ყველგან უსაფრთხოების ნორმები არის დაცული, რა თქმა უნდა, პრობლემები ყველგან არსებობს, ეხა ეს უდავოა, რომ ვთქვათ, რომ ყველგან ყველაფერი კარგად არის, თუმცა ნელ-ნელა ესეც დარეგულირებისკენ მიდის, მე როგორც ვიცი და გამოსწორდება. რაც შეეხება უშუალოდ ზიპლაინს, ვიტყოდი, რომ საკმაოდ 2017 წლიდან 2025 წლამდე 8 წლის განმავლობაში მოეწყო 20 ზიპლაინი, ეხლა წელს უკვე 5 ზიპლაინი ის კიდე მონტაჟი არის გეგმაში და ხორციელდება ეტაპობრივად სხვა პროექტები. ეხლა ყველაზე ახლო წარსულში რამოდენიმე დღის წინ ბორჯომში გაიხსნა საკმაოდ საინტერესო და ლამაზ ზიპლაინი უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე და ვთვლი, რომ ეს მიმართულება საკმაოდ უსაფრთხოა, რადგან ჩვენ როგორც ზიპლაინის ეროვნული ფედერაცია ამას უკეთებთ ოპერირებას და შესაბამისად პრობლემებიც ნაკლები გვხდება ხოლმე და კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში გიორგი ჩინჩალაძე საუბრობდა.